დღეს საღამოს გავრცელებული კადრები ივანიშვილის რეზიდენციიდან კაფეოდ გვიჩვენებს ვინ არის რეალური მასპინძელი საქართველოში. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობს. მაგრამ მისი მთავარი შეხვედრა არა პრემიერ-მინისტრთან ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, არამედ ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა. ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეჟიმის ჭრილოვანი მმართველი უცხო ქვეყნის პირველ პირს ასე საჯაროდ მასპინძლობს. კადრებში აშკარად იკითხება, რომ ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრები ივანიშვილს მოწიწებით შესცქერიან. თითქოს გვახსენებენ არა ინსტიტუტები, არამედ ერთი კაცი ადგენს ქვეყნის დღის წესრიგს. ეს ფაქტი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება დემონსტრაციულად აიგნორებს დასავლეთს და უარს ამბობს შეერთებული შტატების მაღალი დონის გზავნილების უშუალო მიღებაზეც კი და უკიდურესად აზიანებს ურთიერთობებს ევროპასთან. ახლა კი ივანიშვილი საჯაროდ აჩვენებს, ვინ არის მისი პარტნიორი და საითაა მიმართული საქართველოს სტრატეგიული ვექტორი. ჩინეთში ქართველი მინისტრების მოხშირებული ვიზიტების და რუსეთთან და ბელორუსთან არაფორმალური თუ ფორმალური კომუნიკაციისა და მაღალი ალბათობით კოორდინაციის პარალელურად. უნდა გავიხსენოთ გიორგი ბაჩიაშვილის ისტორიაც. 2 თვის წინ სწორედ ამ ქვეყნიდან მოხდა საქართველოს მოქალაქის საიდუმლო ოპერაციით საერთაშორისო სამართლისა და თავად ადგილობრივი წესების უხეში დარღვევით ფაქტობრივი გამოტაცება. პარალელურად საზოგადოებამ შეიტყო, რომ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს კანდიდატურა გამოიწვიეს, ხოლო გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარი კანდიდატი წარადგინეს და საქართველოსავე მხარდაჭერით გაიყვანეს. რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამ ვიზიტის ასეთი ხმაურიანი, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ვიდეოზე ხმა წაშლილია, მაგრამ მაინც მისი აქტიურად გავრცელება, რეტრანსლირება. პირველი რიგში იმიტომ, რომ თავს დავალებულად გრძნობს. მეორე, რადგან ქართული ოცნების მთავრობას სასიცოცხლოდ ჭირდება მსხვილი ინვესტიციები, განსაკუთრებით მშენებლობა დეველოპმენტში და ამ რესურსს დღეს ძირითადად არაბულ კაპიტალში ხედავს. მესამე, არსებული და მოსალოდნელი სანქციების ფონზე ფინანსური რესურსების რელოკაცია არაბეთის საფინანსო ინსტიტუტებში უკიდურესად აქტუალურია თავად ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის სიმბოლური დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველოს დასავლურ კოორდინატებს ზურგი აქცია და ახალ მეგობრებს პოულობს. ეს არის კიდევ ერთი საფრთხის შემცველი სიგნალი იმისა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს დღეს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების გათვლები და საჭიროებები განსაზღვრავს. ხოლო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტები სტრატეგიული ინტერესები არა მარტო უკანა პლანზეა გადაყვანილი. ეს შედეგები სწორედ ამ ინტერესებით ვაჭრობის ხარჯზე მიიღწევა.